დიახ, ჩვენ ვიცით შენი წარსული. შენ გაიზარდე არიზონაში, სპილენზის მომპოვებელ ქალაქში. მამა შენი ამდენი წლის განმავლობაში მაღაროელი იყო და ახლა აქ ხარ. მიგყავს UFC-ის მთავარი ბრძოლა თეთრი სახლის გაზონზე. ვიცი თქვი რომ ბრძოლაზე ხარ ფოკუსირებული, მაგრამ ძმაო, საერთოდ თუ აცნობიერებ როგორი იყო ეს გზა, საიდან მოხვედი და სად ხარ ახლა? სხვათა შორის დღეს დილითაც მკითხავ ვიღაცამ, 2007 წელს მამაჩიმა მანქანით ჩამომიყვანა კოლორადოში და აქ დამტოვა. მაშინ არავის ვიცნობდი. არც მწვრთნელს, არც სპორტსმენს, არც ერთ მოჭიდავეს. ასე რომ რეალურად ეს ყველაფერი იყო ჩემი მცდელობა. დავრჩენილიყავი დისციპლინირებული და არ დამეშვა შეცდომები. იდეალური არ ყოფილვარ. ცხადია გავიზარდე და უფრო დავჭკვიანდი. მაგრამ ეს გამოცდილება უბრალოდ სიგიჟეა. როცა უკან მოვიხედავ, ეს იქნება ფენომენალური. მარტო რომ დამტოვეს, აქ არავის ვიცნობდი. და მე შეუქმენი ეს ურთიერთობები ჩემს მწვრთნელებთან, მენტორებთან, თანაგუნდელებთან, ასისტენტებთან, შეფმზარეულთან, ფიზიოთერაპევტთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ამ გზაზე დამეხმარა. ასე რომ როცა უკან ვიხედები, ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება საოცარია, მაგრამ რეალურად სწორედ ის ხალხია, ვინც აქამდე მომიყვანა, ვის დაფასებასაც და მადლიერებას საბოლოოდ შევძლებ. ეს მაგარია ძმაო. ბევრი დისკუსიაა თეთრ სახლზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ტიტულების გაერთიანების ბრძოლა. შენ ხარ პირველი მებრძოლი UFC-ის ისტორიაში, ვინც ორჯერ მოიგო მსუბუქი წონის დროებითი ტიტული, ან საერთოდ ნებისმიერი დროებითი ტიტული. უბრალოდ მაინტერესებს. იმ დონეზე ბრძოლა, რომელზეც შენ ხარ, ჩემპიონობისთვის, არ არის მარტივი. შენ შეგეძლო ამ ეტაპზე გეთქვა, რომ ახლა მხოლოდ შემოსავლიანი ბრძოლების დევნაში ხარ, რადგან ტიტული უკვე გქონდა და აგერჩია საინტერესო შეხვედრები. რამ გაიძულა, რომ კლავსდიო ამ უდაო ჩემპიონობის სტატუსს? რა არის შენში ისეთი, რაც გეუბნება, რომ არა, მე არ ვიხებ უკან, მე მივდივარ უდაო ჩემპიონობისთვის. რეალურად ეს არის ერთადერთი რამ, რისთვისაც ოდესმე მიბრძოლია. ცხადია, მე არ მოვდივარ ფულიანი ოჯახიდან, არ მოვდივარ დიდი შესაძლებლობებიდან. როცა იწყებ, თავად უნდა გადაიხადო ამ ყველაფრისთვის. შესაბამისად, ფული არასდროს არის მიზეზი, რის გამოც ამას აკეთებ. ძალიან სასიამოვნოა მოიპოვო ფინანსური თავისუფლება, რომელიც ბრძოლების დამსახურებით მოვიპოვე. განსაკუთრებულია და არის რაღაც, რის მიღწევაზეც ვერასდროს ვფიქრედი. და ალბათ ვერც სხვა გზით მივაღწევდი. ასე რომ ეს ნაწილი სუპერ განსაკუთრებულია. მაგრამ ჯანდაბა რამ კითხე? უბრალოდ რამ გაიძულა? ამდენი ხანი იყო ამ სპორტში. შეგეძლო წასულიყავი და გეთქვა, შეხედეთ რას მივაღწიე. სიმართლე გითხრა, მე უბრალოდ ჩემ გზას მივყვევი. ვიცდი, ვიმარჯვებ მაშინ, როცა გამარჯვება მჭირდება. მე მხოლოდ ყოფილ ჩემპიონებთან ან საჩემპიონო ბრძოლებში მაქვს წაგებული. და ცხადია ეს სასიამოვნო არ არის. არ მომწონს ჩემი კარიერის ეს ნაწილი. მაგრამ მე ვბრუნდები, კვლავ ვიკრებ ძალებს, ვუბრუნდები სამუშაოს. და წაგებების შემდეგ ბევრად უფრო საშიში ვარ, ვიდრე მოგებების შემდეგ. ეს ადამიანის გონებაა. და ეს ძალიან ეშმაკური სიტუაციაა, როდესაც წარმატებული ხარ. დარჩე პროცესისადმე ისეთივე ერთგული, როგორიც გჭირდება. მაგრამ ყოველთვის არის UFC 300-ის სწრაფი შეხსენება. კარგი ნოკაუტი იყო. ფიქრობ ისევ და ისევ ამაზე. ვარჯიშობ იმ ფიქრით, რომ ახლახან ნოკაუტში ჩამაგდო მაქს ჰოლოვეიმ. მას შემდეგ ორი მოგება მქონდა. და დიახ, ეს საოცარი იყო. გულისხმობ მათ სადაც ჩემი თავიდან მოცილება. მათ არ უნდათ ჩემი თავიდან მოცილება, ცხადია. მე დიდი მებრძოლი ვარ კომპანიისთვის, მაგრამ ვაფერხებ ამ ახალგაზრდა ამომავალ ტიპებს. ეს ტიპები ძალიან მშვიდები არიან. პედი ძალიან მშიერია, ფიზიევი ძალიან მშიერია, არმანი ძალიან მშიერია. დააწი არ მოხდება ისე, რომ ჩემზე უფროს ტიპებს ვეჭხუბო. ასე რომ ეს ტიპები ყველანი ამომავალი ვარსკვლავები არიან. ყველანი ჩემკენ მოდიან და ყოველჯერზე როცა შესაძლებლობა მქონდა, მე ისინი გავაჩერე. ასე რომ აქ უმიზეზოდ არ ვარ. აქ ვარ იმიტომ, რომ სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ. ვეჭხუბები ტიპს, რომელიც აბსოლუტურად წარმოუდგენელია. მაგრამ მე მყავს შესანიშნავი მწვრთნელი, გვექნება შესანიშნავი გეგმა და მე მას სახე შევუცვლი, ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის ვუცვლი ჩემს ოპონენტს. ძალიან მომწონს. შენ საუბრობ პედი პიმბლეტის დამარცხებაზე. ეს რას ამტკიცებს? როგორც ვთქვი, მე არ ვცდილობ შენი კარიერიდან გაცილებას, მაგრამ ახლა ახალგაზრდა კაცი აღარ ხარ, ხომ ასეა? როდესაც ამ უმცროს ბიჭებს ამარცხებ, ამტკიცებს ეს რამეს შენთვის, რომ კი, მე ეს კიდევ შემიძლია. აბსოლუტურად. ერთი რამ, რასაც ყოველთვის ვამბობდი, როდესაც ჩავთვლი, რომ ჩემი უფრო ახალგაზრდა ვერსია დაამარცხდა ჩემს ამჟამინდელ ვერსიას, მაშინ იქნება სპორტიდან წასვლის დრო. და აი ამ გამოწვევების ქონა, პედისთან აუთსაიდერად ყოფნა მაგარი იყო. მე საკუთარ თავს ვარწმუნებ ხოლმე, რომ ისინი ჩემზე უკეთესები არიან. საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ წავაგებ. ასე ბევრად უფრო ბევრს ვშრომობ. და დიახ, როცა ვიგებ და წარმატებული ვარ, მე თვითონ მიკვირს. გაკვირვებული ვიყავი, რამდენად ეფექტური და დომინანტური იყო ის ბრძოლა. რადგან კიდევ ვამბობ, ამ ტიპებს ძალიან დიდი იმპულსი აქვთ. პედის ძალიან დიდი იმპულსი ჰქონდა და ეს არის ზუსტად ამ ბრძოლის მსგავსი რამ, რაც ადრეულ ეტაპზევე უნდა წავართვა. მე ეს შევძელი კორპუსში ძლიერი დარტყმით და პირველსავე რაუნდში მისი დაგდებით.
და ახლა ის ებრძვის იმპულსის დაკარგვას და ეს ამ ბრძოლაში დიდი ფაქტორი იქნება. ასე რომ დიახ, ეს ახალგაზრდა და მომავალი ვარსკვლავები არ გაჩერდებიან. ეს ბავშვები მოდიან მთელი მსოფლიოდან. ჩემს თანაგუნდელებს ვეუბნები. ბიჭებო, ყველა ქვეყნის ყველაზე ღარიბ ნაწილებს აქვთ შანსი წავიდნენ ზუსტად იქ, სადაც თქვენ გინდათ წასვლა. და ეს ბავშვები მშივრები არიან. ამიტომ თუ არ მუშაობ, შანსი არაა რომ ამ ბავშვებზე მეტი აკეთო. და ვნება, რომელიც მათ აქვთ გადასალახად და წარმატების მისაღწევად, იმაზე დიდია, ვიდრე ამერიკელს საერთოდ შეუძლია წარმოიდგინოს. თუ გავითვალისწინებთ, საიდან მოდიან ეს ბავშვები. ასე რომ ეს პროცესის ნაწილია. არასდროს უნდა იყო კომფორტულად. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ მთელი მსოფლიოდან მოდიან შენკენ. და მე მუდმივად ვახსენებ ამას ჩემს დარბაზში მყოფ ახალგაზრდა ბავშვებს. თუ ახლა არ მუშაობ, მაშინ უბრალოდ წადი და სამსახური იშოვე. თუ ბოლომდე არ იხარჯები, თუ არ ხარ დისციპლინირებული, თუ არ სწირავ ყველაფერს, რაც უნდა გასწირო იმისთვის, რომ ამ პოზიციაში აღმოჩნდე, მაშინ უნდა წახვიდე, სამსახური იშოვო, დაიწყო კარიერა და კარიერას მიხედო, რადგან ეს რთული სპორტია. მაგრამ მეორეს მხრივ, ალბათ მართლაც უნდა წახვიდე და სამსახური იშოვო, რადგან მილიონში მხოლოდ ერთი აღწევს წარმატებას. მაგრამ ჩემთვის ბავშვობაში ბევრჯერ უთქვამთ, როცა პროფესიონალური ამერიკული ფეხბურთის თამაში მინდოდა და ყველა მეუბნებოდა, შანსები ძალიან მცირე, მილიონში ერთიაო. მე ვპასუხობდი, ეს ნიშნავს, რომ ერთი მაინც არსებობს. და აი ეს არის მენტალიტეტი, რომელიც უნდა გქონდეს ყოველდღე. და ეს არის მენტალიტეტი, რომელიც მე ძალიან დიდი ხანია მაქვს. ჩემი სხეული ძალიან გამიმართლა, რომ ჯანმრთელობა მქონდა. ეს უდიდესი ნაწილია. ასე რომ დიახ, საკუთარ თავზე ზრუნვა, ცხადია თავიდან შეცდომები დაუშვი, მაგრამ ბოლო 6-7 წელია ზარეული მყავს. ჩემს დიეტას მივყვები, სწორად ვიკვებები, ვიღებ სათანადო დასვენებას, სწორ ფიზიოთერაპიას და ვუფრთხილდები სხეულს. ეს ისეთი რამეებია, რაზეც არასდროს მიფიქრია, რომ მომიწევდა, მაგრამ 37 წლის ვარ და ახლა ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ძალიან კარგი რჩევაა. ნება მიმბოძე კითხო ილია თოფურიაზე. თქვი რომ ის საშიშია, მაგრამ შენი მთელი კარიერის განმავლობაში სოფლიოს აბსოლუტურად საუკეთესო მებრძოლებს ეშქვებოდა. რას ფიქრობ? აქვს მას რაიმე ისეთი, რაც აქამდე არ გინახავს და რასაც განსაკუთრებულად მიიჩნევ. ან არის რაიმე, რაზეც ამბობ, რომ დანამდვილებით ვიცი, რომ აქ უკეთესი ვარ და სწორედ ამ კომპონენტში დავამარცხებ მას. არა, საკუთარ თავს არასდროს მიცემ უფლებას, მსგავსი ფიქრი გავივლო. მე ვიცი, რომ ის ძალიან კარგია. ფიქრობ, ყველას ბრძოლის განსხვავებული სტილი აქვს. კონკრეტულად მისი სტილი უფრო კრივია. როდესაც საქმე ეხება დისტანციას, სივრცეს, ტაიმინგს და მის პოზიციონირებას. ასე რომ დიახ, ის ჩემზე დაბალია და რეალურად არ გინდა, რომ თავი ძალიან მაღლა იყოს იმ ტიპებთან, რომლებიც დარტყმებს რაკეტებს ისვრიან. ამიტომ დიახ, პოზიცია იქნება ყველაზე დიდი ფაქტორი ამ ბრძოლაში. ძალიან ჯიუტად უნდა დავიცვა ჩემი პოზიცია. უნდა გავაკონტროლო სივრცე, უნდა გავაკონტროლო მისი სივრცე და ნამდვილად ყურადღებით უნდა ვიყო დაცვაში. მუდმივად უნდა ვიგებდე ბრძოლას კუთხეებსა და დისტანციაზე. ფიზიკურად ვიცი, რომ გაქვს ინსტრუმენტები. მენტალურად აქ უკვე ყოფილხარ. UFC-ს მე-7 საჩემპიონო ბრძოლაა. თუკი ამის დაჯერება შეიძლება. მთელი ამ გამოცდილებით, როგორ ფიქრობ, რა არის ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც შენ უმაღლესი დონის საჩემპიონო მატჩებიდან მიიღე? და რისი გადმოტანაც შეგიძლია ამ დაპირისპირებაში? დიახ, ვფიქრობ ოლივეირასთან და ჰაბიბთან ბრძოლისას, მე ზედმეტად ვიყავი კონცენტრირებული მათ ძლიერ მხარეებზე. ჩემი წარმატების უდიდესი ნაწილი კი ყოველთვის იმაზე ნერვიულობდი, რომ ყოფილიყავი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ასე რომ მე ვიქნები ჩემი საუკეთესო ვერსია. არ ვაპირებ ნერვიულობას მის კრივზე, ან მის დარტყმებზე. ვიმუშავებ ფეხებით, გამოვიყენებ კუთხეებს და უნარს, რომ შევქმნა და გავაკონტროლო დისტანცია. ჩემი რეაქციის დროს, რომელიც მჯერა რომ ნებისმიერზე სწრაფი მაქვს. სწორედ ამან მომიყვანა ამ წერტილამდე. უნდა ვენდო იმას, რაც გამაჩნია. უნდა შევიდე იქ და წავიყვანო ბრძოლა ჩემი სტილით და ჩემი გეგმით. ნაცვლად იმისა, რომ რეაგირება მოვახდინო ჰაბიბის ჭიდაობაზე ან ოლივეირას ჭიდაობაზე და ვინერვიულო ამ რაღაცეებზე. ცხადია, ოლივეირასთან ბრძოლის შემდეგ ძალიან ბევრი ვიმუშავე ჩემს ჯიუ-ჯიტსუზე. ასე რომ ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ პოზიციებში. ასე რომ ბრძოლა პარტერში გადავა თუ დგომში დარჩება. სურს ბრძოლა ვაკონტროლო და არასდროს მოვექცე მოწინააღმდეგის გავლენის ქვეშ. ეს არის ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ჩემი 2 წაგებიდან ვისწავლე. და დიახ, ეს რთულია. წინ უნდა წახვიდე. ძალიან მნიშვნელოვანია წინსვლა. დაბალი ტანის მეტოქის წინააღმდეგ წინსვლა ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ვთქვათ ოლივეირასთან. მაგრამ დიახ, ვფიქრობ, ჩემთვის მთავარია თავით პოზიცია დავიკავო. კერძე მივაწვე და უკან დავახევინო. და ბრძოლა ძაღლების ჩხუბად ვაქციო. ზუსტად ამის გაკეთება მინდა. ჩვენ გვინახავს, რომ მას დარტყმები ხდება. უყურებ მაქს ჰოლოვეისთან ბრძოლას და ვფიქრობ, ის სრულიად დომინანტია.
მაგრამ მე როცა ბრუნდები და ხელახლა უყურებ, ხედავ რომ მაგ საკმაოდ ბევრი წარმატებული მომენტი ჰქონდა გაცვლებში. ოლივეირასაც ჰქონდა საკმაოდ ბევრი წარმატებული მომენტი გაცვლებისას, მაგრამ მე მათ უბრალოდ გარკვეული შეცდომები დაუშვეს. ის კი ძალიან მაგარია. ის საოცრად კარგად იყენებს შენ შეცდომებს თავისთვის. ეს არის ის, რაც მე არ უნდა გავაკეთო. მე არ უნდა წავიდე უკან. არ უნდა გადავიხარო ძალიან წინ ან უკან. არ უნდა ავაყოლო ტანი. არ უნდა მივცე უფლება მარცხნივ გამწიოს. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან სპეციფიური რაღაცეებია, რასაც ჩემი მწვრთნელი ჩემს ვარჯიშებში ნერგავს. ეს ხდება არა სიტყვიერი მინიშნებებით, არამედ მოქმედებებით. ასე რომ ყოველი ვარჯიში შექმნილია რაიმე განსაკუთრებულისთვის, რათა განსხვავებულად ვიმოძრაო და გავაკეთო რაღაც განსაკუთრებული. და ბოლოს ეს ყველაფერი ერთიანდება. მე ამაზე დიდად არ ვნერვიულობ. მაგრამ ნამდვილად შევამჩნიე, როგორ იღებს სახეს ბრძოლის გეგმა. ჯასტინ ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველოდებით ამ ბრძოლას. დაკვირდით, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში თავს დაგანებებდით და მოგცემდით საშუალებას მხოლოდ ამაზე მოახდინო ფოკუსირება. ასე რომ ამით დაგემშვიდობებ, გაქვს რაიმე ბოლო აზრი, ან რამე რაც გსურს გულში მატკივრებს უთხრა, სანამ სრულ საინფორმაციო დუმილში გადახვალ. ძალიან ბევრს ვშრომობ. ეს გამარჯვება ძალიან მინდა. მაგრამ ცხოვრება ისეთი ეშმაკური რამეა, რომ ხანდახან რაც უფრო მეტად გინდა რაღაც, მით უფრო ცუდად აკეთებ. მე სრულიად მზად ვიქნები ძალიან თავდაჯერებული. ვენდობი ჩემს მწვრთნელს, ვენდობი ჩემს გუნდს. და ეს შესაძლებლობა, რომ გავაკეთო რაღაც ასეთი ლეგენდარული, არის ზუსტად ის, რისთვისაც ვარ შექმნილი და დაბადებული. ეს შეიძლება გაუტოლდეს საოცრება ყინულზე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, როდესაც საქმე ეხება სპორტულ შეჯიბრში წარმატების მიღწევას. ასე რომ ეს შანსი არის ყველაფერი, რაც შემეძლო მეთხოვა. მე არასდროს გკვირდებით, რომ მოვიგებ, რადგან ეს ძალიან გიჟური სპორტია, მაგრამ გკვირდებით, რომ ჩემი მომზადება და ყველა ის გაკვეთილი, რაც ვისწავლე, გკვირდებით ყველაფერს გამოვიყენებ, რაც შემიძლია, რათა ვიყო, რაც შეიძლება იდეალური. მაქსიმუმს გავაკეთებ წარმატების მისაღწევად და ამ ქვეყნის წარსადგენად. მოვიგებ თუ წავაგებ, ამ ქვეყანას ისე წარვადგენ, როგორც საჭიროა. ეს ნიშნავს, რომ პასუხისმგებელი ვიქნები ჩემს ქმედებებზე. ამაზე უკეთესად ვერ სიტყოდი. ჯასტინ, მოუთმენლად ველოდებით. ეს ისტორიის შექმნაა. კვირას 14 ივნისს და შევხვდებით თეთრ სახლში. კარგად იყავ.